ფრანგული განათების კომპანიის წარმომადგენლები დღეს ბათუმის მერიას სტუმრობდნენ. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და კომპანიის წარმომადგენლებმა თავიანთი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოაწყეს. შეხვედრაზე კომპანიის ხელმძღვანელმა ტიერი ვალჟერიმ ქალაქის განათების მიმართულებით დაგეგმარების სტრატეგიასა და ეფექტურობაზე ისაუბრა. შეხვედრას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ქალაქის მთავარი არქიტექტორი და მერიის სტრატეგიული დაგეგმვის საინვესტიციო და ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსი ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ აჭარის განათლების სამინისტროს პროექტის ფარგლებში კომპანია ბაზაზე ბათუმელმა ახალგაზრდა არქიტექტორებმა 5 თვიანი სტაჟირების კურსი გასულ წელს გაიარეს. ფრანგულმა კომპანიამ წარმოადგენა თავისი გამოცდილება სოფლის სხვადასხვა ქალაქებში გარე განათების და დეკორატიული განათების მუშაობის მიმართულებით. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქი ბათუმი მუშაობს, სწორედ და შეიმუშაოს გარე განათების განვითარების გენერალური გეგმა, რომელსაც იგი წლების განმავლობაში შემდეგ განახორციელებს. ბულვარი, რომელიც მე ვნახე ზღვის გასწვრივ, ძალიან კარგი განათება გაქვს, თუმცა ჩვენ დაგეხმარებით იმაში, რომ მოგეწოდოთ დამატებითი იდეები თუ როგორ წარმოაჩინოთ ქალაქის ღირებულებები.